მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის შეგახსენებთ, ვინც არიცით ან გავიწყდებათ ჩემი გვერდის სახელი, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. ნინო მანტიკა, ტაროს კუთხე. თუკი დავუშვათ ეჭვიგეპარებათ ან რაღაცა რომ ნამდვილად ჩემთან მოხდით, ამ შემთხვევაში voice-ებს რომ ვაგზავნებ, ხმაის ტემპს მოусმინეთ, ხო? და თუკი დავუშვათ ვიდეოს ჩაგირთავს ადამიანი და ეს გარემო არ დაგხვდებათ, ესე იგი სხვაგან მოხდით, უნდა მიხვდეთ და აფერისტი არის. გატყუებთ ანუ ამას გულისხმობ. რაც შეეხება დანარჩენი ხლა, მადლობები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი. ნდობისთვის უპირველესად, რაც ნახეთ, მე პირადად მიქმნის ძალიან დიდ კომფორტს და ენერგიას, რომ აი როგორ არის, იცი მაქსიმალურად თითქოს არ ვიცი ეს ისე მოქმედებს ჩემზე, რომ მთლიანად მინდა ამ ადამიანისთვის დავიხარჯო. უბრალოდ უნდა იცოდეთ, დრო არის ყველგან საჭირო. მე საკუთარ თავზე როცა ვმუშაობ, აქაც მჭირდება რაღაცაზე დრო, რომ იცოდეთ, თუნდაც წმენდებზე. კარგით, ნახოთ ვისთვის არის შემდეგი გაშლა. ასე რომ, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის ძალიან დიდი მადლობა. თუ ვინმესთან უნდა მოსულიყო რამე შეტყობინებები ან რაღაცებს შემახსენეთ, ხო, იმიტომ შეიძლება შემთხვევით გამომრჩა რამე ან ვინმე, ამიტომ შემახსენეთ. შეგიძლიათ მომწეროთ თავისუფლად, ხო? ქალბატონო ნინო, ნავშოთ. თუნდაც ხომ არ დაგავიწყდათ, არ მეწყინება. კარგით. ნახოთ ვისთვის არის გაშლა, მე ვფიქრობ, რომ რჩევაზე უნდა გავშალო და ასე რომ ვთქვათ, საკმაოდ მომღიმარ პოზიციაზე უნდა იყოთ ამ ეტაპზე, ხო? ყოველ შემთხვევაში მე მაინც საშუალო ფენაში დაგაფიქსირებთ დღევანდელი ენერგიებიდან გამომდინარე და ესე რომ ვთქვათ, რა თქვენი საქმე ყოველ შემთხვევაში რაღაც მოწესრიგებულ დონეზე და შეიძლება ეს არის ის მომენტი, როგორი ღიმილი, თვითნებური უკვე რომ რაღაცა ესე ღიმილი გაკრავთ სახეზე, ხო? ესეთი პოზიცია არის. თუ ამ მდგომარეობაში ხართ, ან თქვენ, ან ვინც გაინტერესებთ, მაშინ გაშლა ზუსტად თქვენზე არის. ყოველ შემთხვევაში აქ აშკარად მიფიქსირდება ის, რომ ელოდებით ნაყოფიერებას, წინსვლას, რაღაცა ესეთი მომენტები ნამდვილად არის. რაც იმას განაპირობებს, რომ კი, ნამდვილად ასე უნდა იყოს. ეს არის ჩემოკარგებო წინა სიტყვაობა და ვნახოთ აბა რჩევის სახით რა დაფიქსირდება და რა უნდა იყოს, რაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. პირველი ვარიანტით ესე რომ ვთქვათ, მოდით გავშლის ყოფილად და მე რომ არ დავიწყოვი ასე ყოფილა ეს ყოფილა. კარგით. არა მოდის ცუდი ინფორმაცია, მინდა გითხრათ და ეხლა ერთი ქალბატონი გამახსენდა. ქალბატონო ნინო, თქვენ რომ მეტყვით, აი ყველაფერი კარგად არისო, რაღაცნაირად ლაგდება შემდეგ ყველაფერი და ძალიან გთხოვთ. ესე მითხარით ეხლა და ესე მიპასუხეთო. არის კი ხდება ესეთი რაღაცა სხვათა შორის. ერთი ადამიანი მყავს მეც ესე აჭამოჩემებული. ეს ადამიანი რაღაცას რომ იტყვის, ნახეთ,
არ აქვს მნიშვნელობა რას, რომ ითხრას, რომ წონაში მოიმატებო, შანსი არა წონაში მოიმატებო. რაღაცა თუნდაც ახლა ფინანსები შემოგივა, ახლა დავუშვათ რაღაც პირადში ესე იქნება ან წარმატება, ან კარგად იქნები, გამოჯამრთელდები, ახლა წმენდების შანსი არ არის, რომ რაღაც იქ მართლა თუ 100%-ით არა, მაინც ანუ იმისი სიტყვები არ რეზონირდეს. მეც ყავს ესეთი ადამიანი შემოკარგებოდა მაქსიმალურად როგორ არის იცი როცა ძალიან მჭირდება ინფორმაცია მაშინ მაშვები ესე რომ ვთქვათ ახორციელებ მასთან კომუნიკაციას რაც შეეხება კი შეიძლება ნამდვილად თქვენთანაც ასე იყოს რაღაც იყოს ენერგია რომელიც კი ბატონო გილაგებდეთ იმ ეტაპში მოკლედ მდგომარეობას რაც შეეხება სხვათა შორის მე ეს პირად გაშლაში იქნებოდა კარგი ჩამეკვეხებია, მაგრამ კიდე ჩავაკვეხებ, ხო? ეხლა წამოვიდა აზრად, რადგანაც აქცენტი ესეთ რაღაცაზე გავაკეთე. არ აქვს მნიშვნელობა ეს მამაკაცი არის, ქალბატონია, თუნდაც აი ესეთი ენერგიების მატარებელი ადამიანი. თუ ის არ არის ახლა გადაბოროტებული და ეს ერთი სიტყვა რაღაც არ მოეწონება წარბს აწევს შენ ესეთი ტიპაჟი არ არის ნახეთ და თავის ენერგიები დაბალანსებული აქვს ნუ ჩადოქრებზე ესე რომ თქვა თანამედროვე ჩადოქრებზე მაქვს საუბარი ცოცხლზე რომ გადამჯდარი ოღონდ ბორბლიან ცოცხლებზე და ფრინავე რა გინდ საკვეს ყაკეთებს და რა მნიშვნელობა აქვს ბურბალი აქვს თუ არში მიფრინავს აი ნახეთ როგორი რაღაც არის ასეთი ადამიანთან კომუნიკაცია არ არის ცუდი იმ მხრივ ნუ ხო აღწერე თუ არ არის რაღაც ესე შავ ენერგიებში განსაკუთრებით თუნდაც მამაკაცებისთვის ახლა ხანდახან ეს ხალი ჯადოქარი ტაროლოგი მე რა რო ტაროლოგი და ჯადოქარია ტაროლოგი არ ნიშნავს ჯერ კიდევ რომ ჯადოქარია წმენდებით არ ნიშნავს მაგას რომ რაღაცა არის მაგრამ ადამიანს აშკარად აქვს ენერგია ამ შემთხვევაში ნახეთ როგორი რაღაც არის ესეთი ენერგიის მატარებელი არ აქვს მნიშვნელობა კაცო ამ სფეროში არის რომ შეიძლება თქვენ შეამჩნიეთ ვინმეს ხო აი ესე როგორც მე ვთქვი როგორც მე მომწერ ადამიანმა რა ხდება მას აქვს ძალიან დიდი ენერგია ნახეთ და თქვენთან, როდესაც ის თქვენთან არ არის მტრული დამოკიდებულები. სხვათა შორის ერთი რაღაც კიდე გამახსენდა და გეტყვით, მე ხო რეალური მაგალითებით გესაუბრებით, ჩემს ცხოვრებაზე ნახეთ, ამასობაში მეც მეცნობით რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ის მომენტები, რაც 100%-ით ვიცი და დავუშვათ ჩემი ცხოვრებიდან, ჩემი რაღაცა ნახეთ რეალურად გადამხდარი მაგალითებიდან გიყვებით, რაც ნამდვილად 100%-იანი. ამიტომ გიყვებით და აი ესეთი ენერგიის მატარებელი ხალხი დავუშვათ ის თქვენთან არ არის ცუდად განწყობილი, ხო ისევ გავიმეორე ეს ტექსტი უკაცრავად. როგორ არის იცი თქვენსკენ ზუსტად გამოუშვებს საჭირო ენერგიას დავუშვათ დალაგდეს თქვენი ცხოვრება არ აქვს მნიშვნელობა ჯანმრთელობაში გჭირდებათ ფინანსებში კარიერაში რა ქვია პირადში თუ ასე შემდეგ თავარი არ გაანაწყენოთ ესეთი ადამიანი ახლა ერთ რაღაცას გეტყვით მე პირადად მქონდა ესეთი შემთხვევა და მეგობრ ადამიანი ძალიან ბევრჯერ შეეშალა ჩემთან და ბოლოს ძალიან მაგრად ესე რომ ვთქვათ წავიდა მისი საქმე ცუდად და ვიღაცაო მიკეთებსო ისე წავიდა საუბარი და ბოლო ჩემზეც დადგა ეჭვი რა თქმა უნდა იმიტომ ამ საქმეში ვარ და ხა ჩემთვის ძალიან რთული არის ნახეთ ადამიანი დააჯერო როცა ჩემთან მეგობრობს და ურთიერთობაში არის არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცია ცუდად წავიდა საქმე და ესა რა ქვია შენ არ დაგაბრალოს რაღაცა გამეკეთე ხო არაფერი გამიკეთებია შენთვის მე არ მჭირდება რაღაცის გაკეთება წავიდა ესეთი დისკუსია ნახეთ და ბოლოს ავდექი და ვუთხარი შენ მეთქი ყოველთვის გეშლება ჩემთან თუ ძალიან გაინტერესებს რატო ზარალდები
ჯერ ერთი შენ ვიღაცა გადაკიდებული ყავს გიკეთებს სხვა თემა, მაგრამ ჩემგან შენ თუ ამას გრძნობ, ზოგადად თქვენ შეგრძნებებსაც უნდა დაუკავშიროთ. ეხლა აქ ცოტა გადავხვევ და აქ ჩანართს გავაკეთებ ესეც რომ ნახეთ, როდესაც აკვიატებული გაქვთ ვიღაცამ ჯადო გაგიკეთათ, ვიღაცამ რაღაცა სიკვდილზე გეფიქრებათ, რაღაცა ფინანსურ კრიზისზე გეფიქრებათ, უკასვლაზე რაღაც ეს სინამდვილეში თქვენს ახლო მახლოს ტრიალებს და ადამიანებს აქვს ზუსტად ის რაღაც 36 ხმა კარნახობს, აი ამას მიაქციე ყურადღება, აი ეს გაითვალისწინე. იმიტომ რომ სინამდვილეში ხდება ესეთ რაღაცა, მაგრამ თქვენ რო წმენდებს გადიხართ, როგორ უნდა მიხვდეთ დაუშვათ, ან დაუშვათ წმენდებს არ გადიხართ, მაგრამ მე გარკვეულ დროის შემდეგ ეს მოგეხსნათ, აღარ გაქვთ ეს ფოთვები. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ნახეთ განთავისუფლდით, აღარ არის ეს ყველაფერი უკვე ძალაში და აქტიური. თუ აქ რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური პრობლემა არ არის, კიდევ ადამიანთან ფსიქოლოგია კიდევ განსახილველი თემაა. თუ ადამიანი ფსიქოლოგიურად არის გაჭედილი, მაშინ მას ფსიქოლოგიური დახმარება უფრო სჭირდება, ხო? ვიდრე ესეთი რაღაცები. ესეც გაითვალისწინეთ. და ამ ადამიანს ვეუბნები გავაგრძელებ ახლა რომ შენ ჩემთან ძალიან ბევრი შეგეშალ და აი ასე რომ მიქცევი, თუ შენ ეს შეგრძნება გაქვს, სწორი არის მეთქი, იმიტომ ჩემი წმენდების ქვეშ იყო, დაცვები ჩემგან ქონდა და ეს ვიბრაციები ეთყობა მაინც წავიდა, ხო, ეხლა რა თქმა უნდა და არც ვამტყუნებ და შენ თუ ამ მოქმედებებს შეცვლი ჩემთან მიმართებაში, მეთქი მე არაფერს არ გიკეთებ შენ, უბრალოდ ზარალდები იმის გამო, რომ მე ვბრაზობ მე უთხარი, მე ვღიზიანდები, ჩემი ენერგია ესე რომ ვთქვათ, გამოიყვანე რაღაცა მწყობრიდან, ხო? მით უმეტეს მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო დაბალანსებულზე და ვიღაცა არ დავაზიანო, იმიტომ რომ მართლა არ მჭირდება რაღაცის გაკეთება, ერთი სიტყვა თუ თქვი, არ ვიცი. მოკვდეს რომ თქვა ადამიანმა ჩათვალეთ, რომ მაქით მიდის მის ცხოვრება და შეიძლება მოკვდეს კიდეც. ასე ხდება. ამიტომ რისი გაკახა, ავიც კიდე გააკეთო რამე და შექმნა უშველებელი ვიბრაცია, ავიც შეიძლება სამყარო გადაბრუნდეს ესეთი ენერგიებით. მე ახლა ჩემ თავზე ასეთ რაღაცას არ დავიბრალებ, მაგრამ ასე არის. ენერგია არის მთელი სამყარო, ხო? შესაბამისად ამ ადამიანმა დაფიქრდა სხვათა შორის, როგორ გინდა რომ მოვიქცე. აი ესე მეთქი ეს არ გააკეთო, ეს არ შეგეშალოს, ესე რაღაცა დაუკვირდი. და შენ მევთხარ დაგილაგდება ყველაფერი, შენ ჩემი წმენდის ქვეშ ხარ, ახლობელი რა თქმა უნდა რეალურად ვისაც ვიცნობდი და გამორიცხულია მევთხარი, ცუდად რაღაცეები აქ წავიდეს თქო. სინამდვილეში გაითვალისწინა, დალაგდა მართლაც ყველაფერი და ახლა აღარ მაქვს კომუნიკაცია რა თქმა უნდა. მაგრამ აი ესეთი ნახეთ ესეთი რეალური, მაგალითიც მოგიყვანეთ. აი ამ შემთხვევაში თქვენ ნებისმიერი ადამიანთან პირადი ურთიერთობაში ხართ თუ რაღაცა ურთიერთობაში ხართ, მე ასე გეტყოდით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ ადამიანის რესურსი, თქვენ კეთილდღეოთ, მით უმეტეს, როდესაც თქვენ არ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ის ენერგია, დაუშვათ ფეხზე დადგეთ, დაუშვათ რაღაცა წარმატებას მიაღწიოთ, ხო? ამიტომ ეს ახლა ნახეთ გამომყენებლობითი მთლად ცუდი ნათქვამია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ჭკვიანური მიდგომა არის თქვენი მხრიდან ესეთ ენერგიებთან შემოკარგება. ეს შეგიძლიათ გაითვალისწინოთ რჩევაში ზოგადად ძალიან შეიძლება ესეთი ქალბატონის გვერდით მამაკაცი ნახეთ არიან ქალბატონები, ხო? როგორ რაღაცას გეტყვით, იცით, სანამ დაუჯახდება კაცი არის ძალიან ესე რომ ვთქვათ, რაღაცა ვიცი მე კუთხეში მიმწყვრეული და შემდეგ წინ მიდის მისი ცხოვრება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს კალი ოფიციალური სტატუსით ჯადოქარიან რაღაცა. მას აქვს ის ენერგია, რომ აი ფეხზე, ასე ვთქვათ, დააყენოს ეს ადამიანი, ხო? და ესეთი ქალბატონი, მე ვფიქრობ, რომ პირიქით ჩასურველი არის შენს ცხოვრებაში, თუ კი ასეთი რაღაცა სინამდვილეში ხდება. მაგრამ ახლა კიდე მანდაც არის განსხვავებები და იმედია, თლად არ გადაუხვევთ ახლა ქალბატონი, რომ მოდი ასე ვთქვათ, მაგასაც განვიხილავ. შემდეგ ნახეთ
შვილები ყავს და უცოლობიჩ და რაღაცა შენთან ეხლა ეს რა ქვია ფეხმძიმედ ვარ ამ დროს ფეხმძიმედ ქალი არ არის და ეგ უკვე მივხვდით ხო საით მიდის მიმართულება შკარად შეტენვის თემა არის კი ბატონო ასეც ვიზამ აი ესეთ ქალბატონებიდან ეხლა ან თუ გინდათ მამაკაცებმა შეიძლება ესე გააკეთოს რაღაცა ქალბატონებმა იგრძნოთ ესეთი რაღაცა манипуляციები ესე მთლად ნოწამოეგებით და ნუ იფიქრებთ რომ ეს ქალბატონი აგაშენებთ ან ეს ასეთი მამაკაცი ესეც გაითვალისწინეთ არა შეხება აქ რა თქმა უნდა ნახეთ როგორი მდგომარეობა არის ესე ნეიტრალური კმაყოფილი შეიძლება იყოს შეიძლება რაღაც ესეთი ნეიტრალურ პოზიციაში იყოს ხო ეს რომელია ხო თუმცა აშკარად გრძნობთ ან ფიქრობთ აი სწორ მიმართულებისკენ ნუ ამას ყველა ფიქრობს მაგრამ შეიძლება ვერ მიდის სწორი მიმართულებით აი თქვენთან უფრო მიფიქსირდება რომ კი ბატონო არის სწორი მიმართულება აქ გაქვთ წინსვლა ხო მაგრამ რატომღაც გასაცემი გასშესაწირი ან გასაცემი რაღაც გიფიქსირდებათ უკვე მე რამდენი გაშლა არის ეს გაეცით სანამ სამყარო აიღებს ეხლა რა ფორმით აიღებს სამყარო შეიძლება ღმერთმა დაგიბაროთ ავარია მოხდეს და ხარჯები ნახეთ ეს არის უკვე გაუთვალისწინებელი ხარჯი ხო იმიტომ რომ ეგ რაღაც შესაკეთებელია რაღაც ეს არის გადასახდელი რა ქვია მაგას ჯარიმა თუ ვინმე დააზიანეთ კიდე ღმერთმა დაგიბაროთ შეიძლება ავად გახდეთ და აქ წავიდეს ნახეთ ბევრი ხარჯი ფინანსები რატომ არის ხანდახან ადამიანი რომ ადამიანებთან აუ იმან სად მიდის ეს ხარჯები კაცო გაუთვალისწინებელი ხარჯები პარაზიტები სხვა არის რომ ვიღაცა თქვენთან სარგებლობს ეს ნახეთ როგორ რაღაცა არის თქვენ ვერ იტყვით რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯი არასწორი ხარჯები ფულს რადგან ვერ ინარჩუნებთ ხელში იმას ნიშნავს რომ აუცილებლად ვიღაცა გიკეთებთ არა ეს არის ის მომენტი რომ დავუშვათ თქვენ გაქვთ გასაცემი მოდი ასე ვთქვათ თქვენ კი ბატონო რაღაცა გადასახადი გაქვთ მე ამას გადასახადებს ვეძახი ხო შესაძლებელია რამე ისეთი რაღაც იყიდოთ ნივთი რომ მე ვეღარ გამოიყენოთ მიდოთ კუთხეში ესეც ნახეთ არასწორი ხარჯი არის ამ შემთხვევაში ძალიან შეიძლება უკვირდებით უფიქრდებით მჭირდება არ მჭირდება გავლილი გვაქვს ხო ეს თემა დაფიქრდით ნამდვილად გჭირდებათ თუ არა თქვენ დავუშვათ ეს ნივთი ხო და რაში უნდა გამოიყენოთ რა ფუნქცია აქვს ამას თქვენს ცხოვრებაში მაგრამ მაინც ყიდულობ ეს უკვე იმას ნიშნავს რომ თქვენ რაღაც აქ გქონდათ ესე რომ თქვათ გასაცემი ამიტომ ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ სანამ ესე რომ თქვათ სამყარო აიღებს იმიტომ რომ არ ვიცით საიდან მოგხვდებათ ესე რომ ვთქვათ ყოფაში. ეხლა რა ხდება? ხანდახან არის რომ წმენდებზეც იკეთებს ადამიანი და მაინც რაღაცები ეს არის გარღვევა ხანდახან ესე გამოდის რომ თქვენ ამის გარდა კიდევ მაინც გააქვთ თქვენი ნახეთ თქვენი წილი თქვენ უნდა გაიღოთ. აი რაღაც ესეთი პოზიცია ფიქსირდება, თუმცა მე მგონია რომ თქვენ ამას უკვე მიხვდით რაც არის და ამას გააკეთებთ. რაც შეეხება სამომავლოდ. აი როგორ არის იცით? ამ შემთხვევაში შეიძლება მართლა რაღაცას აკეთებთ ისეთნაირად რომ იცლება მოდი ყველაფრით აი ქაოსიდანაც თქვენ გამოდიხართ ამას აშკარად გრძნობთ თქვენი შეგრძნებით აი შინაგანად გრძნობთ ამ ყველაფერს ხო მაგრამ აქ არის როგორი რაღაც აი დაგროვება თუ გინდათ თანხების სიტყვაზე ამ შეგროვების ნახეთ უნარი ნამდვილად შეგწევთ და გააკეთეთ ეს და დავუშვათ ეხლა ნახეთ გაიღეთ მცირედი და შემოგივათ უფრო მეტი მაგრამ როდესაც თქვენ ამას არ გაიღებთ მე რაც აქვს თქვენი გადასახადი ხო ამ შემთხვევაში სამყარო 10 მაგს გაიღებს და შეიძლება მართლა ვეღარ მოახერხოთ იმ პერიოდში თანხების დაგროვა ნუ მე თემა მე არის ყოველ შემთხვევაში აქ მე რჩევაში ისიც არის რომ კიდევ ცოტა მოინდომეთ და 15 წუთი ნახევარსაათი დაუთმეთ საკუთარ თავს იარეთ ფეხით იარულს გიწერთ ვიღაცას იმიტომ რომ
შეიძლება ეს სუფთა ჰაერის თემა, იმიტომ ფიქსირდებოდეს, ვიღაცა სჭირდებოდეს, ან ფილტვები იყოს აქ თემაში, ჯანმრთელობას ხომ არ ახსენე, მაგრამ რაღაც არის, აი, ბრონქები, ფილტვები, რაღაც იმუნიტეტ, რაღაც სუფთა ჰაერი, თითქოს ესეთი თემა გჭირდებათ და ეს გააკეთეთ, იმიტომ რომ აქ არის ისეთი ვარიანტი, შესაძლებელი ეს თქვენ რაღაცა ძალიან ჩაკეტილი მთლად ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ ყველაფერს არ აკეთებდეთ და მე რაღაც იყოს ხო რყევა, ქაოსი, შინაგანი. ამიტომ ეს გააკეთეთ, რომ შინაგანადაც გაიწმინდოთ. გარეგნული წმენდა და პრაქტიკოსის და მარილი და რა ვიცი მე რაც გინდათ ის გააკეთეთ, სხვა არის, მაგრამ ადამიანს შინაგანადაც ჭირდება წმენდა. ზოგი მოდის აურის გაწმენდა, ესეთ რაღაცა მეთქარი. აურა და ესეთ რაღაცები მე რა 1000-ნაირ რაღაცა ჯანდაბებს იფიქრებენ, რომ ხალხს რაღაცა მოეჩვენოს. ნახეთ, მე ზუსტად გეტყვით ახლა. ადამიანმა გითხრა აურის გაწმენდა, ჩაკრების გაწმენდა, ჩაკრების გაწმენდა ვიცი ახლა არსებობს, ხო? იმის გაწმენდა რაღაცა სახელებს მოიგონებენ ისე და უცხოდ ხვდება ადამიანს, ეს მართალია. ნახე, იჯერებს ადამიანი. აურა და ესეთი რაღაცები თქვენ უნდა დააბალანსოთ. ახლა შეიძლება იყოს, მოდი ასე ვთქვათ, შლეიფი არიან ადამიანები, თუ აკეთებენ მაგიურ დაზიანებას, ნახეთ, ადამიანზე და ეს ადამიანი არის კულისებს მიღმა დაფარული, რაც არ უნდა გააკეთოს, წარმატებას ვერ აღწევს, ვერავინ ამჩნევს, ვერც პირადში, ვერც საზოგადოებაში, ვერც ეს არის უკვე რომ ეს ადამიანი ამ ადამიანს გაუკეთენ ესე რომ ვთქვათ, ფარდა და ვერ ხედავენ. ან უბრალოდ ძალიან კარგი არის შინაგანად მიხვალ და დავახლოვდები ადამიანს, მაგრამ გარედან მგელი გეჩვენებათ, როგორც მე. და შარდარი შემხედავს ადამიანი, მე შინიამ გოგოსიო ყველა იძახის. ვერ მეგარებიან, ხო და მგლად ვეჩვენები და ახლოს რო გამიცნობენ, იმასაც მგელიც არ ყოფილხარო. ხო, ნახეთ, ეს არის უკვე დაფარვა ადამიანის ამ შემთხვევაში, დაფარული არის, არ მოჩანს, ხო? ესეთი რაღაცა თუ გაქვთ გაკეთებული, მაშინ ჯერ საიდან იცით გამოდის მაშინ დიაგნოსტიკა რაღაცა, ნუ კარგი, იცით დავუშვათ. ეს არის უკვე გამოლოცვების სხვა თემა. აურის გაწმენდას ამას თუ გულისხმობთ, უნდა იყოს დაკონკრეტებული, თორე აურის გაწმენდა ესე არ ხდება. ამ შემთხვევაში, ნახე, ეს გარეგნული წმენდები და რაღაცები სხვა არ მაგრამ ადამიანს შინაგანადაც სჭირდება ეს ყველაფერი. როგორ უნდა მიაღწიოთ ეს ყველაფერი? თუნდაც ვარჯიში ძალიან კარგი არის, ძალიან კარგი ვარჯიში, ფეხით სიარული. იმისთვის, რომ შინაგანი ემოციები დაამშვიდოთ, თუნდაც იმ წვიმაში სეირნობა ღონ ჩაიწვით ფეხზე ბოტები, ნუ გაგიტყდებათ, კაცო. იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთი წვიმებია, ეხლა რა ვიცი მე, მიდიხარ სასეირნოდ, დიდი ქუდია თუ კოლგა რაღაც ეს ბოტები და თავს ნუ გაიცივებ, ჩაიცვით თბილად და გადით, ხო? არ დაგეზაროთ, იმიტომ რომ აი ზუსტად მაგ დროს თუნდაც იწმინდება ადამიანი. მარხვა არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ქრისტიანი ხართ, არა ქრისტიანი ხართ, რაღაც. აი თქვენ თავს რომ დაუწესოთ. უბრალოდ როგორი რაღაც იცი გარკვეული 3 დღიანი, 2 დღიანი, 10 დღიანი რამდენღასაც შეძლებთ და რაღაცა ამოიღოთ. განსაკუთრებულად კარგი არის ხორცის ამოღება ჩემოგარგება ამ შემთხვევაში. თუ კი ამოიღოთ ადამიანის ზუსტად მაგრამ შინაგანადაც იწმინდება. თუნდაც იმ ეკლესიებში მარხვები რატომ არის? ამდენი მარხვებია ხალხო და კიდევ 4 შაბათ პარასკევი მოგონილი, იმიტომ რომ აი ნახეთ ის ზიარება, ის წირვალოცვაზე სიარული, ისიგი ყველაფერი ხო ეს რიტუალებში შედის. არ გშველის მანდამაინც გინდა თუ არა დაიცავი მარხვა. და კიდე ლოცვებს კითხულობენ 1000-ნაირი დავალებები აქვს იმის გარდა რომ დავუშვათ წირვალოცვას ესწრება ადამიანს, სახლში წასაკითხი, ხო? იგივე არის აქაც. ეს ნახეთ ორგანის წმინდავს ძალიან ეხმარება ადამიანს, იმიტომ რომ დაყროვანება მე მაგალითად პირდაპირ ზუსტად ხედავ კავშირს, უბრალოდ შეიძლება ეზოთერიკოსებმა არიციან, ნახეთ ამ ეკლესიასთან როგორ განმარტონ ეს ყველაფერი და მე ხო მონასტერში მინდოდა ბოლო წასვლა და ამიტომ ძალიან კარგად ვიცი ეს საკითხები და შემიძლია ესე ვისაუბრო და განგიმარტოთ და შედარებები გავაკეთო ამ ყველაფერთან, ნახეთ, შედარება. აი ზუსტად ეს მომენტი არის აქაც. ბევრი ეზოთერიკოსის ფოტოშორის ხორცი ამოღებული აქვს თქვენ რა გონიათ ამ საქმეში ვინც არიან. ხო, თუ არიან ესეთები
არ მიირთმევენ, კი ბატონო, არიან ესეთებიც. ნუ ახლა მეც მაქვს მაგ პერიოდები, ყოველთვის ვერა, მაგრამ მაქვს ყოველ შემთხვევაში. ან შეიძლება რომელიმე საკვები. აი ეს მომენტები თქვენ შინაგანად გაგასუფთავებთ, ძალას მოგცემთ, ენერგიას მოგცემთ. იცით და გაფიქრებთ, ეხლა რა ხდება ნაყროვანებიდან გაწვი ის გამწყარი რომ არის ადამიანი. ნახეთ, ან ძილის ხასიათზე მოდის უაზრო, ან ღვანჯული აიზარებს, სიზარმაცეში გადადის, ან ჩხუბში გადადის, ზოგს ზედმეტ სექსუალურ მოთხოვნილებებში გადადის. აი ეს ყველაფერი ნახეთ. და უკვე წარმოიქმნა, ესე რომ ვთქვათ, ცოდვების ბუდე. ისე რომ ვეღარც იმასთან მერე კიდე ძალიან მაძღარი გაზლუქებულია, შეიძლება ბევრ საუბარშიც გადაუდეს არასწორი არა რაღაცა ვიღაცაზე ისე თქვას, ხო, ის გაჭირებული თემის ვერც გაიგოს და რაღაცა განკითხვის თემაში. ნახეთ, რამდენი რაღაცა უცებ ჩამოთვალდა. რაც არ ჩამოთვალე, ის სხვა თემები არის, ხო? რაც ჩავდივარ, კაცო, რაც ცოდვა ჩავიდნენ, რაც ცოდვა ჩაიდინე და აი ეს გამომწყარი, გამომსკდარი კუჭი რამდენ ცოდვას უკვე ადენინებს ადამიანს. ეს ყველაფერი რა არის? შემდეგ ადამიანი ზიანდება სულიერად, გადადის ფიზიკურ დონეზე. ხო? გარდა იმისა, რომ ეს საკვები, არასწორი საკვები, შეიძლება არ გეჭმებათ, კაცო, შაქრიანი დაიწვევს დიაბეტს, აგიწიაცნება, შეიძლება, რა ვიცი, კუჭის პრობლემა აქვს, ვიღაცა შეიძლება ნაწლავის პრობლემა, არ შეიძლება ის რაღაცები მიიღოთ საკვები, ხო? უნდა თქვენ თვითონ ეს აკონტროლოთ. თქვენ პირდაპირ გეუბნებათ სამყარო, რომ ეს საკითხი მოაწესრიგე, რომ შენც მოწესრიგდე შინაგანად. ეხლა რა უნდა გავაკეთო მე? ახლა მოვიდა ჩემთან დავუშვათ ადამიანი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ვეუბნები ექიმის დანიშნულება ის რაღაცები, კი ბატონო, აი არის ის ან კი იცის და არც გეუბნება და რაღაცა, ხო? რა უნდა მომატყუოთ, მაგრამ მე მუშაობ აქ. თქვენი გასაკეთებელი სწამალი თავის დროზე დალიოთ, თქვენ უნდა დალიოთ, ექიმთან მისასვლელიც უნდა მიხვიდეთ. რა თქმა უნდა, მე ხო ექიმი არა ვარ, ის მაგით და ჯადოთ რაღაცი და თუ რამე ვერ გაერკვეთ მოვაშორე, მაგრამ თუ ეს გადასული არის ტკივილში ფიზიკურ დონეზე, ექიმი საჭირო არის, ხო, აუცილებლად. თუ კი თქვენ გეუბნებათ, ეს არ იკვებოდა, მანდა მაინც იმას იკვებებით, ეხლა მე რა უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ეს მძიმე დაზიანება და რომ მოწესრიგდეს, ჩემთან ერთად თქვენც ამისთვის უნდა იმუშაოთ. ესეც თქვენი გადასახადია, თუნდაც ის საკვების თემა, გადასახადი მარტო ფულაც კი არ ნიშნავს, ვიღაცა გამოკვება, ვიღაცა რაღაცა. ესეც გადასახადია ცხოვრებისეული, რატომღაც ესე მოხდა უკვე თქვენ ცხოვრებაში და გინდა არ გინდათ ეს ეტაპი უნდა გაიაროთ, გადააგოროთ. ნახეთ, მაგრამ თუ თქვენ ვერ პოულობდით სწორ პასუხებს, სწორ მიმართულებებს, ზუსტად წმენდები მაგაში გეხმარებათ ამ შემთხვევაში. ეხლა რა ხდება? გადააგორებთ ამ ყველაფერს და მე უკვე რა თქმა უნდა გამოდიხართ ქაოსიდან, ამ შინაგანი რაღაც არ ვიცის პოზიციიდან, რაღაც პრობლემებით არა. აქ აშკარად გამოსვლა არის, თუმცა მე გეტყოდით, რომ აქ დამატებით აი ესეთი პატარა წმენდები გჭირდებათ. რაც შეეხება აქ ნახეთ როგორი რაღაც არის რჩევის სახით ხო აი ეს თემები დამაფიქსირდა პრინციპში აქ პირადზე შემიძლია ბევრი რო ვისაუბრო რამდენი წუთი გავიდა მე არ აიტვირთება უბრალოდ და ერთი ვიდეო მასგანი 3 დღე აიტვირთება და არ აიტვირთა. ხო და მაგას უკვე სხვა თემებში ვისაუბრებ, ყოველ შემთხვევაში აქ აშკარად ყოველ შემთხვევაში თქვენ გაქვთ შეგრძნება ასევე ნახეთ როგორ თავისუფალი ხართ რაღაცა თქვენი ისა შინაგანი ენერგიები ან რაღაციდან თავისუფლდება, ხო? თქვენთან რომ მოდის ახალი იმედი, ახალი სიხარული, რაღაცა, ნახეთ, ახალი ემოციები, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ძველიდან რაღაცეებიდან თქვენ თავისუფლდებით. ამით უნდა მიხვდეთ, რა მდგომარეობაა თქვენთან რა გასუფთავდა, რა გაიწმინდა და ასე შემდეგ. თუნდაც იმედი როცა მოდის, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ არის ესე რაღაცა, ნახეთ, აშკარად გრძნობთ, რომ დადებითი ენერგია ის სიყვარული ცავსე ვარ ან სითბოთი რაღაცა ესეთი შევსება ფიქსირდება. ეს არის ძალიან კარგი. მე მაინც პირადშიც მოდი ცოტას გავაკეთებ. 1-5 წუთს კიდე გავრისკავ. ფიქრობ რომ აქ უნდა შემოვიდეს ისა რა ქვია
ვიღაც პიროვნება ან მოდის, ან გაიცნობ, შეიძლება ყოფილად ვერ დავარქვევ ამას, რა ვიცი, შეიძლება არ იყო ძალიან აქტიურ ფაზაში და იცნობთ ისეთი ტიპაჟი არის და ამიტომ ყოფილი მთლად არ გვეყოფილია, რა ვიცი, ახლა სექსუალური ურთიერთობა რო გაქვს მამაკაცთან, მაინც ისეც, ხო? და აქ რაღაც შეიძლება უფრო მსუბუქ ფორმებში იყო. ნახეთ, ან არის ახალი პიროვნება, რომელიც შემოდის თქვენთან. მე მაინც გეტყოდით, რომ ოჯახში ძალიან დიდი სურვილის ასრულება გაქვთ, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ხართ, ხო? ხო, აქ შენაძენი გინდა, რა ვიცი, ვიღაცა შეიძლება მანქანას ყიდულობ, ყიდით, ესეთი თემა იყოს. ან როგორი რაღაცა ბანკი გაისწრო, ან ფინანსები, საბუთი რამე თუ გინდათ, אז დაახლოებით ერთი თვის ვადაში ეს ყველაფერი მოგვარდება, იმიტომ რომ ოჯახში ეს ყველაფერი ჩანს, დიდი სურვილის ასრულება. და ესე ვთქვათ, ამას თქვენ გამოიმუშავებთ, ეს სადმე თავიდან კი არ იმიდან კი არ გეცემათ, კაცო, რა ქვია, ზეციდან გამომუშავების დონეზე არის აქ, მაგრამ ეს ყველაფერი მოდის. ასე რომ, აი ეს რჩევაში ეს მომენტები გაითვალისწინეთ, ჩემო კარგებო, აქ დასრულებული არის ყველანაირი პრობლემა, მაინც ასე ვფიქრობ, უბრალოდ თქვენს ხელში არის როგორ შემოაბრუნებთ. ეხლა თქვენ თუ ამ ყველაფერს მე და ნახეთ, მოისმინეთ და გავიწყდეთ, არ გაითვალისწინებთ, ეს თქვენთვის არის ეს გაშლა. მაშინ მე ვერ შეგპირდებით თქვენ, რომ ნამდვილად ყველაფერი შეიცვლება. არა, ეს იმიტომ არის ეს რჩევა და ესეთ რაღაცები, უნდა გააკეთოთ, გაითვალისწინოთ. ეს არის ზუსტად თქვენს ხელში არის თქვენი ბედი, მოდი ასე ვთქვათ. თქვენ ეხლა საითაც მოიქნევთ, იქეთ წავა, ხო? ამიტომ ძალიან ყურადღებით, ფრთხილად იყავით და გათვლილად გააკეთეთ ეს ყველაფერი თუ გინდათ რომ შემოbrunდეს, იმიტომ რომ აქ კარმული პერიოდებიც დასრულებულია, რა ვიცი მე ეს რაღაცა ის ხო, დასრულებულია, აღდგენითი პერიოდი მიდის, შეიძლება აღდგენა გჭირდებათ, კი ბატონო. და ესე ვთქვათ, ან თქვენი საქმის რაღაცა ესეთნაირად გაკეთება, არ ვიცი სხვანაირად რო თქვა. და მეთქმის, თუნდაც არაფერი არ მეთქმის საქმე. ჩემთან ყველაფერი იდეალურად ყოველთვის ნამდვილად არ არის, რომ იცოდეთ, მაგრამ ხანდახან არის, რომ მე მაინც ვცდილობ პოზიტიურად, თუმცა ეხლა ყველაფერი პოზიტიურად დამიფიქსირდა და რატო უნდა იმას ქნა, ხო, კი ბატონო, დაელოდეთ შედეგებს თუ წმენდებს აკეთეთ. ეხლა ხანდახან არის, რომ მეკითხებენ, ქალბატონო, რამდენ ხანში ვიგრძნობთ ესეთ რაღაცას? 1-2 თვე მაქსიმუმი 3 თვე. ბედის თემას რაც ეხება, შეიძლება მარტოობის გვირგვინები და რაღაცები მოგეხსნათ, მაგრამ ახლა იმ 1 თვეში და 2 თვეში ხან თუ არ გამოჩნდა ბიჭი, რა ვქნა, კაცო, ეს უკვე ჩემზე მთლად არ არის, თუმცა იგრძნობთ მაინც მოხსნილი, ხო, 1 წელიწადში მაინც უნდა რაღაცა ან შეგამჩნიოს ვინმემ და ასე შემდეგ და დანარჩენი აღდგენითი საქმიანობა, რაღაცა თქვენი საქმეები 1-2 თვე. ასეთი თემა არის აქავე. ძალიან მაგარია. ეს საინტერესო ეს რამდენი დაფიქსირდა. ამ ბოლოს ამოყარა, ამოცა. ძალიან დიდი თანხა შემოდის აქ, ძალიან დიდი, კი. მე რა მოვკრი. ძალიან დიდი თანხა, ძალიან კარგი სტაბილურობა, მე აქ წელში გამართული ხარ სამომავლოდ და დაიყოს ასე, რატომაც არა ბედნიერი შეგრძნება, ფინანსების სტაბილურობა, ამით თავისუფლდებით ყველანაირი ასე პრობლემიდან, ამიტომ ეს გაითვალისწინეთ, რაც გითხარით, ისე მოისმინეთ, იმიტომ რომ ძალიან მართლა კარგი ეს დაფიქსირდა, მდგომარეობა ძალიან კარგი თავისუფლდები და კვალიდანაც და პრობლემებიდანაც. მე ხედავ ჩემო კარგებო, ვინ მომყვებით, ვინ არ მომყვებით, ვინ ითვალისწინებთ ჩემს, ვის გაქვთ ეს წარმატებები, ამ ყველაფერს ხედავ და ვამჩნევ, ვინც ახლა სისტემატიურად ჩემთან ხართ, ხო? სად არ წამომყევით, სად რა გაითვალისწინეთ, თუ თქვენ აქ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, მე გეუბნებით 100%-იან პასუხს, მitmedes ეს ხო პირადი გაშლა არ არის.
მით უმეტეს ეს ერთ არკანსვეტზე ხო რა მოვიდა ესეც, მოიცა, აბა. მოიცა. მაგრამ მაგას მაინც არ აქვს მნიშვნელობა, მოვიდა თუ არა. ყოველ შემთხვევაში აქ მაინც მიფიქსირდება, კი. კარგი, მოდი ბოლო არკანიც ვნახოთ, აბა რა დაფიქსირდება. რაღაცა იმდენზე დაიწყო სხვა თემებზე ლაპარაკი. ცოტა დრო გჭირდებათ, ცოტა დრო პრინციპში არც დამფიქსირებია. ეს გჭირდებათ, რაც თქვი ახლა მე აურევ რაღაცებს და რომ არ აურიო აქ. დიდი ცვლილებები უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა, ჩემო კარგებო, და ამიტომ გაითვალისწინეთ ეს რაც გითხარით. იმენად კარგი არკანები ამოვიდა. ბოლოში რა დარჩება ეს რა არის თვალი კარგი აი დრო всё მე გისურვებთ წარმატებებს ჩემო კარგებო სამყარო თქვენს მხარეზეა მაღალი ძალები თქვენს მხარეზეა ენერგიები თქვენს მხარეზე არის უბრალოდ ეს პატარ-პატარა რაღაცები რჩევებში გაითვალისწინეთ ჩემს მობილურს არ ვიცი რა ჭირს YouTube-ზე ხედავს ვიდეოს რომ ჩავწერ და იტვირთება შევდივარ Facebook-ზე და ვიდეო არ მოჩანს რომ ავტვირთო ეს ჩაწერილი ვიდეოები სად მიდის ვერანაირად ვერ გავიგე და ვერ ვტვირთავ ამიტომ Facebook-ზე მაგრამ არ აღუშავს ცოტა განსხვავებულია Facebook-ის გვერდი და YouTube-ის არხი TikTok-ის არხიც ძალიან განსხვავებული არის მაგრამ ну მაინც ეთყობა ხელწერა ხო ერთი და იგივე ადამიანის ის მაინც ჩანს მე გისურვებთ წარმატებებს ჩემო კარგებო დაგემშვიდობებით დროებით და დაელოდეთ ამ ნაყოფიერ დროს იმიტომ რომ ესე რომ ვთქვათ უნდა გაბწყინდეს ოი კარმული შემოდის აქ კიდე ვიღაცა თქვენს დროს ну ეს უკვე პირადისკენ არის დროებით და იყოს ასე რატომათაც არა თავისთვის დაფიქსირდა ეს გემრიელი ნაყო როგორ გაწყობილ სუფრაზე ხართ ნუ ხართ მოწყენილი ყველაფერი კარგად იქნება დროებით